რაც შეეხება არც თქვენ შეგფერით წითელ კოჭებზე აქ საუბარი უკაცრავად, მაგრამ არ შეგფერით. გისმენთ ამდენი, ასე ვთქვათ, ადამიანი თქვენს გამოხტომას აქვს. გცემთ პასუხს და თქვენ არ უსმენთ, ქალბატონო ხათუნი. თქვენ არ გინდათ რომ მოусმინოთ? არ ვთვლით, არა, პასუხის ღირსად, ქალბატონო ხათუნა. კითხვა მოусმინეთ, რაღაც პასუხები. და არც არასდროს არ ჩავთვლით პასუხის ღირსად. ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის. ქალბატონო ხათუნა. პასუხი თქვენ გაგცათ საქართველოს მოსახლეობა, როდესაც თქვენ პირადად როგორც გითხარით, დარჩით როგორც გაყალბების დიდოსტატი, თუ კი რამე მეკთამეც კორუმპირებულიც ქალბატონ ნადირაშვილთან ერთად, რომლის მიმართ ძალიან საინტერესო როცა საუბრობთ მასალებზე, თქვენს მიმართ თქვენ ლაპარაკობთ ორღობის ჭორებით, თქვენივე შეთხზული ფაქტებით ერთი ფაქტი დადეთ. ერთი კონკრეტული ფაქტი დადეთ. გარდერობში ძებნას და გარდერობში რაღაცეების მოძებნას მე იმ გარდერობიდან თქვენ რომ არ ინერვიულოთ ძალიან გიყვართ ფუფუნების საგნები ერთ-ერთ იმ ცნობილ შუბას გამოგიგზავნდეთ პირადად საჩუქრად იმიტომ რომ ასეთი ტიპის ნივთებისთვის ქალბატონო ირმა თქვენ პროფესიულ სტანდარტებს ყიდდით თქვენი ოჯახის წევრების კეთილდღეობისთვის თქვენი პრემიებისთვის რომელსაც თანამშრომლებს უწევდით და თქვენ იღებდით იმ თქვენი უძრავი თუ მოძრავი ნივთების შეძენისთვის რომელიც სია ძალიან დიდია ერთდროულად წარია ხო სიმართლე ერთდროულად მე გარდერობებამდე არ დავალ მე ლაპარაკობ საჯარო მოხელის სტანდარტზე თქვენ როდესაც რუსთავი 2-ის მიკროფონი დადიოდით ხელში იმავდროულად საჯარო სამსახურში ერთ-ერთ სამინისტროში მუშაობდით ორივეგან მე მესამე ადგილი მე თქვენი დისთვის აღმოჩნდა რუსთავში ძალიან ფართო არიან მე თქვენი ოჯახის წევრებისთვის და პრემიები რომელსაც აბა გაიხსენეთ თქვენ გონიათ რომ აქ არავინ არ არის ვინც იცის რამდენ პრემიას იღებდით თქვენ სხვებისთვის გამოწერილს და რა უძრავ მოძრავი ქონება გაქვთ საჩუქრად მიღებული თქვენ ხართ კორუფციის უზნეობის ძალადობის წამების ჩვენი მოსახლეობის უფლებების ფეხქვეშ გათელვის რეალური აი ყველაზე კლასიკური მაგალითი რამდენიმე გამონაკლისის გარდა თქვენ არა მარტო ჩემთვის ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის თქვენ ხართ ის პოლიტიკური ძალა რომელიც საქართველოს ისტორიაში დარჩება ყველაზე ამაზრზენი ყველაზე ბოროტი ყველაზე მიუღებელი არ ვერასოდეს ჩვენ იმ წარსულში ვერ დაბრუნდებით ამიტომ თქვენ რაც არ უნდა ელაპარაკო ჩემთვის ხართ კომიკური უნიჭო პოლიტიკოსი უნიჭო ერთადერთი გაინტერესებს გარდერობით გითხარით რომ გარდერობიდან გავიბედებ თქვენთვის იმ შუბას ამით დავამთავრე მე საუბარი არ მაინტერესებს ამ ადამიანს განაჩენი საქართველოს მოსახლეობამ და ბიძინა ივანიშვილმა თქვენ გამოგიტანათ და წაგართვათ ის ბერკეტი რომლითაც თქვენ ძალიან დარდობთ დღეს აღარ აგაქვთ პრემიები უკანონო შემოსავლები წილები კორუფციულ გარიგებებში სხვილი როლები დაამთავრეთ დაგამთავრებინათ ეს და მადლობა ამიტომ ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ხალხს რომ თქვენ ხართ წარსული